ავალიანის საქმის ფიგურანტების სისასტიკე და კადრები, რომელმაც დღეს ყველა შეძრა. დიდი დიღმის დაჯგუფება ასეც უწოდებს თემქაზე ოქტომბერში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის დედა იმ ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც ფიზიკურად უსწორდებოდა წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს. საკუთარ სისასტიკეს მობილურით იღებდა და კადრებს მობილურშივე ინახავდა. 4 ახალი ეპიზოდი, 4-ვე შემთხვევაში მოძალადეები ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას აყენებენ ახალგაზრდებს. სწორედ ასეთი დაზიანების შემდეგ გარდაიცვალა გიგა ავალიანიც, რომელმაც თავდასხმის შემდეგ მხოლოდ 23 დღე იცოცხლა. დღეს სამპირს ბრალი დაუმძიმდა სამივე გიგა ავალიანის საქმის გამო უკვე პატიმრობაშია, სამივე არასრულწლოვანია და დღეს გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს. პროკურატურის ინფორმაციით ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სხვა პირებთან ერთად თავდასხმის ობიექტს დასჯისთვის წინასწარ ირჩევდნენ, ორგანიზებას უკეთებდნენ ჯგუფურ თავდასხმას, მოტყუებით გაყავდათ გარეთ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მსხვერპლს. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და არ არის გამორიცხული, რომ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. Guys, go. 2025 წლის თებერვალი, დიდი დიღომი. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ამ კადრებში ჩანს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობისთვის დაკავებული 3 პირი თანამზრახველებთან ერთად 30 წლამდე მამაკაცს ფიზიკურად უსწორდება. ძალადობის პროცესს კი მობილური ტელეფონით იღებს. Boxing masterclass, this is amazing. გიგა ავალიანის მკვლელობისთვის დაკავებული პირების სხვა დანაშაულებრივი ფაქტები პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოავლინა. უწყების ინფორმაციით დაკავებულები თანამზრახველებთან ერთად მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით ჯგუფურ ძალადობას სისტემატურად აორგანიზებდნენ. კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით გოგოების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ შეხვედრაზე, უსაფრთხებოდნენ და მათზე ჯგუფურად, ფიზიკურად ძალადობდნენ. ყველაფერს მობილურით იღებდნენ და მიზნობრივ ჯგუფებში ავრცელებდნენ. 2025 წლის თებერვალში ღამის საათებში გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, ალექსანდრე გაბაშვილმა და სხვა პირებმა დაზარალებული მოტყუებით მიიყვანეს ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში, სხეულის სხვადასხვა არეში, ხელფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდნენ მას. ასევე 2025 წლის ზაფხულში ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში, გიორგი რიკაძე და ალექსანდრე გაბაშვილი სხვა პირებთან ერთად სხეულის სხვადასხვა არეში ხელფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს. 2025 წლის თებერვალში გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანთა და სხვა პირებთან ერთად ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში თავს დაესწნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს. 2025 წლის სექტემბრის დასაწყისში სკვერში დემეტრე ჩიქოვანი და სხვა პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ იქ მყოფ ახალგაზრდებს. პროკურატურამ ახალი ბრალდების წარდგენის პარალელურად 3 დაკავებულს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალიც დაუმძიმა, რასაც მოკლული მასწავლებლის ოჯახიც ითხოვდა. თავად დაკავებულების უფლებადამცველები კი საგამოძიებო უწყების მიერ მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის დამძიმების მიზეზს ვერ ხედავენ. ბრალდების დადგენილებაც გადმოგვეცა, რაც შეეხება ავალიანის დაზიანების ეპიზოდში აქ მიგვაჩნია ბრალდების დამძიმება უკანონოდ. რაც შეეხება ახალ ეპიზოდებს, ჯერ არ გადმოგცემია ამ ნაწილში საქმის მასალები, როდესაც გადმოგვეცემა, გავეცნობთ და შემდეგ შევძლებთ უკვე შეფასების გაკეთებას. მე ვიცოდი, რომ დიდ დიღომში იყო სერიოზული დაჯგუფება, მაგრამ იმას, რაც დღეს პროკურატურამ გვაჩვენა, ნამდვილად არ ველოდი. ასეთ სისასტიკეს ჩემი მოთხოვნა არის ერთადერთი სამართლიანობის სრულად აღდგენა. მინდა გულწრფელი მადლობა, გულმხურვალე მადლობა უთხრა პროკურატურას, მათ იმაზე მეტი გააკეთეს, რაც მათ ევალებოდათ. პროკურატურის ინფორმაციით გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ასეულობით საგამოძიებო მოქმედება და ექსპერტიზა ჩატარდა. გამოიკითხა 100-მდე მოწმე და დადგინდა, რომ დაკავებულებმა ავალიანზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმეს. დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისგან შეიტყო, რომ მან მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. ალექსანდრე გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს, რომელთაც მოუყვა მომხდარის შესახებ, რის შემდგომაც მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა, შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი. 2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ სისრულეში მოიყვანეს განზრახვა. ჯგუფურად თავს დაესწნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.
აღნიშნული შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს 14 წლამდე, ერთ პირს კი 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში ისევ გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არაა გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.